ბაზაზე წარმატებული თუ გინდა რომ იყო, აუცილებლად უნდა აცნობიერებდე და ხვდებოდე ამ სტატისტიკებს. ეხლა რასაც უყურებთ, ეს არის საშუალო არითმეტიკული თუ რამდენს ატარებ და ბოლო 5 წლის განმავლობაში ადამიანი თავის ტელეფონში 6-დან 8 საათს, რაც ძალიან ბევრი არის დამეთანხმებით. 2019-დან 2025 წლამდე ამის ამავალი შიფტი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაემატება სოციალურ პლატფორმებზე, კიდევ უფრო მეტი დროს დახარჯავენ აი ამ კონკრეტულ სხვადასხვა პლატფორმებზე. ხოლო კი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ძველი სტრატეგიები, რომლებსაც სხვა ბიზნესები ადრე იყენებდნენ და ეხაც ძალიან ბევრი ბიზნესი იყენებს, ეს იყო ესეთი მარტივი სქემა. გაქვს მაღაზია, გადავიღებ პროდუქტის რეკლამას ან ჩავშვებ Facebook-ზე და მაშინ უკვე აკეთებდი თანხას. რაც უკვე დამეთანხმებით რომ აღარ მუშაობს და ფულის გაკეთება ესეთი მარტივი აღარ არის, იმიტომ რომ გაჩნდნენ კონკურენტები ბაზარზე და ედების გაშვება გახდა ძალიან მარტივი. ფაქტიურად 1+1 არის. ამიტომ ამ სქემის გამეორება აღარ მუშაობს. იმისთვის რომ ჩვენ ფული გავაკეთოთ, ცოტა უკვე ჭკვიანურად უნდა დავიწყოთ ფიქრი. ეხლა ჩავშალოთ კიდევ უფრო დეტალურად თუ რა ხდება, როდესაც ჩვენ ამ სტრატეგიით მივდივართ და აღმოხსნათ ეს მომენტი თუ რატო არ მუშაობს ეს ყველაფერი. თუ მომხმარებელი ატარებს 6-დან 8 საათს სოციმედიაზე, ეს არის საშუალო არითმეტიკული ერთი სარეკლამო კამპანიის, ანუ ამ შემთხვევაში რაც გავიარეთ, საშუალო არითმეტიკული ერთი სარეკლამო კამპანიის არის 10-დან 60 წამამდე. 10-დან 60 ეს 60 წამი არის 0.21% ამ 8 საათის, ანუ იმ 100%-ის, რასაც კონკრეტულად მომხმარებელი ატარებს აი ამ ყველა სოციმედიაზე. გამოდის რომ 99.79% მომხმარებელი ატარებს სოციმედიაზე დროს ჩვენ გარეშე. ჩვენ კონკურენტებთან, ჩვენ პირდაპირ კონკურენტებთან, ჩვენ არაპირდაპირ კონკურენტებთან და სხვა ადგილებთან, სადაც მომხმარებელი ხარჯავს ფულს. ეს განაპირობებს ამ კონკრეტულ crash-ს და მაგიტომაც აღარ მუშაობს ეს კონკრეტული სტრატეგია. იმისთვის, რომ ჩვენ სწორი მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორი კონტენტის შექმნაზე, რომელიც არის ორგანული კონტენტი, სწორი რეკლამების წარმოებაზე, სხვადასხვა სტრატეგიებით, რა თქმა უნდა. ყველა სოციმედიაზე უნდა ვიყოთ ფაქტიურად აქტიურები, გამონაკლისები არის ბიზნესიდან გამომდინარე, ვქონდეს ლოიალური სისტემი და ვაწარმოოთ engagement group-ი, ვაკეთოთ email და ტელეფონის მარკეტინგი და ეს ყველაფერი ვატრიალოთ ერთ დიდ ეკოსისტემაში, რომ საბოლოო ჯამში მოვიდეთ ამ შედეგამდე და დავიწყოთ ჩვენი ბიზნესში ფულის კეთება და რეალური შედეგების მიღწევა.